ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ არჩევნობა ჩაიაროს შვიდად. და მიმართო ხელისუფლებას და ხელისუფლების წარმომადგენლებს, განსაკუთრებით ადგილობრივ ხელისუფლებას, სამართალდამცავ ორგანოებს. ხვალინდელი დღე ჩვენი ქვეყნის, ჩვენი დემოკრატიულობის ტესტია. დილომშობის საქართველო, თქვენ უყურებთ დილის კურიერს 8 საათზე. საქართველოს მოსახლეობა დღეს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მე-7 მოწვევის პარლამენტს ირჩევს 150-იან მანდატიან საკანონმდებლო ორგანოში მოსახვედრად 12 სუბიექტი, 3 საარჩევნო ბლოკი და 9 პარტია იბრძვის. ამისთვის მათ 5%-იანი საარჩევნო ბარიერი უნდა გადალახონ. არჩევნები მშვიდად დაიწყო. ორსაათიანმა საინფორმაციო გამოშვებებმა გადასცეს კონფლიქტური ზონის ვიდეო მასალა. მედია იუწყებოდა, რომ აფხაზურმა შენაერთებმა ცეცხლი გაუხსნეს ადმინისტრაციულ საზღვარზე გადმოსულ მოქალაქეებს, რომლებიც ქართულ სოფელში ხმის მისაცემად გადმოვიდნენ. ზუგდიდის რაიონის სოფელ კურჩაში, რომელიც გალის რაიონის სოფელ ნაბაკერს ესაზღვრება, ცეცხლის სეპარატისტებმა მშვიდობიან მოსახლეობას გაუხსნეს. ყველაზე ეს იგი თვალშისაცემი განმასხვავებელი ნიშანი, რაც ამ არჩევნებს თან ახლდა, ეს იყო მობილიზება ერთის მხრივ ნარკომანების, მეორეს მხრივ კრიმინალების, სოდის თანამშრომლების, ნაცმოძრაობის აქტივისტებისა და ასევე უბნის აქტიური ქალბატონების თავყრილობები. არჩევნების დღეს საბურთალოს ერთ-ერთ უბანზე გადავიღეთ ნაციონალური მოძრაობის აქტივისტებთან ერთად მყოფი ბესო ხინთიბიძე, რომელიც არაერთხელ იხდიდა სასჯელს და უკანასკნელად არჩევნების წინა პერიოდში გაათავისუფლეს. ამ დროს უკვე საკმაოდ დრამატული მოვლენები ვითარდებოდა რეგიონულ ოლქებში. ვიყავით წარმომადგენელი გაერთიანებული ოპოზიციიდან ქვემო ლამბალოვში. კაბინაში იყო 10-12 ადამიანი, მიყუჟული ერთნაირად, ხალხმრავლობა იყო. ამის გადაღება დაიწყო ოპერატორმა, კომისიის თავმჯდომარემ უადგილემ გაიწიეს ვიდეო გადამღებზე. რის შემდეგაც ჩემს უკან მდგომმა ვერ დავინახე, რანაირად გამარტყა. ის როგორც ჩემთვის ცნობილი გახდა, იყო ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი. და დავინახე მე, რომ საარჩევნო კენჭისყრის შენობის გარეთ იყო გასული რამდენიმე მამაკაცი, რომელსაც ხელს ეკავა მაჟორიტარული და პროპორციული ბიულეტენები. ეს როგორც შევნიშნე, მე შევეცადე, რომ დამეწერა საჩივარ, იმიტომ რომ ბიულეტენის გარეთ გატანა აკრძალულია, რადგან საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან დავიმსახურა დიდი შეურაცხყოფა, მან აიღო სკამი და პირდაპირ ჩამარტყა, შემდეგ გადავიდა უკვე მუშტიკრივზე. სიღნაღის რაიონში დამკვირვებლად მყოფი ჟურნალისტი ელისო ჩაფიძე ამბობს, რომ საარჩევნო უბნებზე იყვნენ გაურკვეველი წარმომავლობის პირები, რომლებიც პირდაპირ ზეწოლას ახორციელებდნენ ამ მომრჩევლებზე. ამ საარჩევნო უბანზე იყო რამდენიმე მამაკაცი ათლეტური აღნაგობის, მათ არ ჰქონდათ არანაირი მოწმობა, რომ მათ ჰქონდათ საარჩევნო უბანზე ყოფნის უფლება. დამკვირვებლებმა კომისიის თავმჯდომარეს მისცეს შენიშვნა, რომ ან ამ მამაკაცებმა წარმოადგინონ ინფორმაცია ვინ არიან, ან დატოვონ უბნის ტერიტორია, იმიტომ რომ ისინი აშინებენ მოქალაქეებს. როგორც კი მე მათ სახეების გადაღება დავიწყე პატარა სამოყვარულო ვიდეო კამერით, ეს ადამიანები წამოვიდნენ ჩემსკენ, ერთ-ერთმა მათგანმა შავებში ჩაცმულმა მაღალმა ახალგაზრდამ ხელებზე ხელი წამავლო, გამაგდებინა ხელიდან ვიდეო კამერა, ჯერ ხელი მიაფარა კამერას და მიშლიდა გადაღებას და შემდეგ ეს კამერა გამაგდებინა ხელიდან, ძირს დავარდა, ჩამომგლიჯა ბირკა და ფაქტობრივად ხელით რამდენჯერმე შემეხო, დამარტყა კიდევაც, მაგრამ ამას აი ეს რო ხდებოდა, მე რა თქმა უნდა მათ ვუყურებდი, იმიტომ რომ მათი შემეშინდა ხა ბუნებრივია, რომ თავს მესმოდი და ფიქრობდი როგორ დამესვა თავი. თან ვკიოდი პოლიციელი, რომელიც იქვე იდგა, უყვიროდი. თუ მართლაც გადაგებოდი რატო ხარ წინააღმდეგი? თუ მართლაც
მაშინ დატოვეთ უკანიდან უყალიბ გაბავთ აქ სიტუაციას. მე შემდგომ აკადის მარეგულირების ფუნქცია მიტეკი კარებში ამოსული მარკირებას ჯერ თავიდან რა თქმა უნდა ჩვეულებრივ მიდიოდა შემდეგ დაიწყო უკვე მარკირებიანი ხალხის შემოსვლა უბანზე მე რა თქმა უნდა არ შემოვუში ეს კარებში ვაჭრები ხალხს უშვებდი უკან ამაზე გაღიზიანდა თავმჯდომარე მოადგილე კომისიის ვეუბნებთ აქ არის კანონი თუნდა იმუშაოთ შეუბრალოდ მოგვიყვეს კანონი არის შარვალშიო საერთოდ 12 საათისთვის 23 ამორჩეველი მოსული ეს ინციდენტი რაც მე მომიხდა მოხდა 2 საათისთვის 3 რაღაც წუთებისთვის სადღაც 40-მდე ადამიანი ახალგაზრდები დიდი ყვირილით შემოწვიდნენ და გაისო რაღაც წამებში ოთახი გაისო ოთახი გადავეფარეთ ყუთს მე ვიცოდი რომ აქ შემოწვენილები არიან იმიტომ ჩაყარნო ყუთში იულეტენები და რამოდენიმე სადღაც 10 ადამიანი დამესია დამაგდეს დაბლა მეტყეს თავის არეში ჩემი დამოდგომა იყო და ლეიბორისტების წარმოგეს წევს დაარტყეს კიდევ დააგდეს დაბლა სპონება დაკარგა სისხლის დასკვნას ამოვაყენებს ყველაფერი ის უყვირია რაღაც შევხედა 5 არის სავს რაც ყველაზე აღსანიშნავია საარჩევნო უბნებში საარჩევნო ფუნქციებს პრაქტიკულად განაგებდნენ და არჩევნებს ატარებდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლები კერძოდ სოდის, კუდის, კონტრდაზვერვის, მაგალითად ყვარლის საარჩევნო ოლქის ჩათრისყურის საარჩევნო უბანზე მე პირადად ამოვიცანი კონტრდაზვერვის სამმართველოს მაღალჩინოსანი პაატა ხაჩიშვილი, რომელსაც მოწმობა ეკეთა საქართველოს სპორტსმენთა კავშირი. და როდესაც ვუთხარი მას რომ ის იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს ამჟამინდელი მოქმედი თანამშრომელი მაღალჩინოსანი და არ ჰქონდა საარჩევნო კამპანიაში ჩართვის უფლება და მით უმეტეს ასეთი სტატუსით მონაწილეობის მიღების უფლება მან მითხრა რომ ჩემთვის ეს პირველი არ უნდა ყოფილიყო ცხადი არ იყო პირველი მაგრამ მთელი პოლიციის უფროსები პროკურორები თითქმის ყველა მათგანი იმყოფებოდა იყო საარჩევნო უბნებზე მობილიზებული და ისინი მონაწილეობას იღებდნენ იმაში რომ საარჩევნო ყუთებში ბიულეტენები ჩაღრილიყო ამ სოფელში საარჩევნო უბნის ხელმძღვანელებმა არ იცოდნენ, რომ დამკვირვებლები უბანზე დაუბრკოლებლად უნდა შეეშვათ. კონტროლირება და არ მიშვები შიგნით. უნდა შემიშვათ. აბარა რა. ჩობათ რა ხდება აქ? მე ვიშავია და ბლამბრები იმედა. დამკვირვებლებს რატო არ უშვებთ აქ? მაინტერესებს ვინ არის კომისიის თავმჯდომარე? რატო შემოუშვეთ განაგებდეს?